საღამომშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ კვლავ TV პლუსის ეთერში ვართ. ჩვენ როგორც ყოველთვის მოგაწვით საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, უკვე ერთი თვე არის, რაც ჩვენ ქვეყანაში მიმდინარეობს პოლიტიკური ქაოსი. ქაოსი, რომელიც არის ორგანიზებული და შექმნილი ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ. და ამ ქაოსს აქ ხელმძღვანელობენ ეგრეთ წოდებული პოლიტიკური პარტიის ლიდერები და სათავეში ჩაუდგა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. სალომე ზურაბიშვილი დღეს უკვე კატეგორიულად აცხადებს, რომ ის არის საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი. კი ბატონო, ის არის საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი 29 დეკემბრამდე. 29 დეკემბერს მას ეწურება ვადა და 29 დეკემბერს საქართველოს ეყოლება ახალი პრეზიდენტი ბატონი ყაველაშვილი, რომელიც დადებს ფიცს პარლამენტში და ის წარუდგება როგორც პარლამენტს, ასევე საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს. იმ ნაწილს, რომელმა ნაწილმაც ის მიიღო პრეზიდენტად და ხმამიცა უმრავლესობით ქართულ ოცნებას. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მე ალბათ ასეთ შეფასებას ვიმცემ ამ ადამიანს, რომ მისი ცხოვრება ძალიან ბუნდოვანი ინფორმაციებით არის მოცული. რადგან ამ ქალს დამთავრებული აქვს თავის დროზე ჟანდარმერიის სკოლა საფრანგეთში სამხედრო სადაზვერვო კუთხით. ის არაერთ ქვეყნებში იყო და არაერთ ქვეყნებში მოქმედებდა როგორც სამხედრო მზვერავი. ის იყო ასევე დიპლომატიურ მისიებში, მაგრამ ის ასრულებდა იმ ფუნქციონალურ მოვალეობას, რა ფუნქციონალური მოვალეობას შეასრულოს სამხედრო მზევრავმა სხვადასხვა ქვეყნებში. და ბოლოს, როდესაც ის პენსიონერი გახდა უკვე საფრანგეთში და უკვე ფაქტიურად მან თავისი მისია ამოწურა და კარიერა ამოწურა, მოღვაწეო კარიერის ცხოვრების მოღვაწეობა ამოწურა უკვე საფრანგეთში და მთლიანად ოფიციალურ სტრუქტურებში. შესაბამისად, საქართველო, რომელიც საქართველოსაც დღეს ისინი უყურებენ ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები რაღაც უმნიშვნელო ქვეყანად და ჩვენ ისინი არ გვთვლიან ადამიანებად, იმიტომ რომ მათ ჭირდებათ ტერიტორია და არა ქართველი ხალხი და საქართველოს მოსახლეობა. მოგვივლინეს სალომე ზურაბიშვილი აქ საქართველოში და ის აქციეს პრეზიდენტად. 6 წელი ჩვენ ეს უსაქმური ქალი, 6 წელი საქართველოს მოსახლეობამ ეს უსაქმური ქალი და ეს უსინდისო ქალი ინახა. ადამიანს, რომელსაც თითი არ დაუდვია, არაფერი არ გაუკეთებია ამ ქვეყანაში, ქვეყნის საკეთილდღეოდ. არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგია იმასთან დაკავშირებით, რომ როგორმე აი ამ ქალს რაღაც ისეთი ნაბიჯები გადაედგა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისათვის, რომ პირველ საფეხურზე და პირველ, ესე იგი, რომ იტყვი, პლანზე დაეყენებინა სამაჩაბლოსო და აფხაზეთის საკითხი. და მას რაიმე გარკვეული სახის ბერკეტები საერთაშორისო ბერკეტები გამოეყენებინა იმასთან დაკავშირებით, რომ აფხაზეთის სამაჩაბლოსში პირველი ნაბიჯი გადადგმული იყო და ტოლულები მაინც დაებრუნებინათ. პირიქით, მისი განცხადებებიდან გამომდინარე და მისი რომ იტყვი ნაბიჯებიდან გამომდინარე უფრო უკან მიდიოდა საქმეები, როგორც აფხაზეთთან დაკავშირებით, ასევე ჩვენ ქვეყანაში შიდა პოლიტიკური ამინთან დაკავშირებით. მან პირიქით დაძაბა სიტუაცია საქართველოში და მან პირიქით დააპირისპირა პოლიტიკური ძალები ერთმანეთს და მიიყვანა უკვე მან თავისი ქმედებებიდან გამომდინარე პოლიტიკური ძალები იმ პიკზე, რის საფუძველზე შესაძლებელი არის მოხდეს ქვეყანაში მასიური არეულობა. და სწორედ აი ეს ადამიანია დღეს, რომელი ადამიანიც უკვე ცდილობს, რომ მაქსიმალურად დაძაბოს ამ ქვეყანაში სიტუაცია. თქვენ წარმოიდგინეთ, ახლა მე მინდა იმ ადამიანებს უთხრა, იმ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს, საქართველოს მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს უთხრა, რომელიც დღეს იქ დგას და სალომეს იძახის. ვის უძახით სალომეს? ვის უძახით, გეკითხებით სალომეს? სალომემ, რომელმაც არაფერი არ გააკეთა ამ ქვეყანაში, სალომემ, რომელმაც ეს ქვეყანა მიიყვანა უბსკულთან და დღეს ის რაც ხდება ამ ქვეყანაში,
აი სწორედ ეს სალომე სალომი არის და სწორედ ეს პოლიტიკოსი არის და სწორედ ეს აგენტი არის, რომელი აგენტი ძაბავს ქვეყანაში სიტუაციას. იმის ნაცვლად რომ ამ ქალმა მშვიდობიანი გზებით გადააბაროს და მშვიდობიანი გზებით მოახდინოს თავისი პოლიტიკიდან წასვლა და თავისი საპრეზიდენტო სავარძიდან წასვლა, ის იძახის რომ მე მომწონს საქაურობა და მე არსად არ წავალო. გაგიტკბა ესა ფუფუნებაში ყოფნა? გაგიტკბა სალომე მუქთაფულების ჭამა, მუქთაფულებზე ესა ცხოვრება, გაგიტკბა ჩვენ ხარჯზე ცხოვრება, თითოეული საქართველოს მოქალაქე, რომელიც დღეს იხდის თანხებს იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენ მანდ იცხოვროთ ფუფუნებაში, ამ დროს საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი შიმშილობს და ძალიან ბევრ ადამიანს არ აქვს იმის საშუალება, რომ ახალ წელს შეხვდეს ისე ღირსეულად, როგორც ეკადრება ქართველ ადამიანს. და შენ კიდევ ვითხოვ ვადის გაგრძელებას, კიდევ ვითხოვ უმფულების ჭამას და კიდევ ვითხოვ იმას, რომ ამ ქვეყანაში დარჩე და ამ ქვეყანაში იყო კიდევ იმ მთავარი, რომ მეტყვი შემოქმედი არეულობის და მთავარი პროვოკატორი, რომელიც ხარ, ხო? მაგრამ ეს არ იქნება და არ მოხდება, იცოდეთ. შენ ამ ნაბიჯს არ გადადგამდა, ვერ გადადგამდა. ქართველი ხალხი ამ ნაბიჯს არ გადაგადგმევინებს, რომ შენ 30 წლის მერე დარჩენ საპრეზიდენტო რეზიდენციაში და ქვეყანაში დაძაბო სიტუაციები. შენ კვლავ გააგრძელო ჩვენი ფულების ჭამა. კვლავ არიო ქვეყანაში სიტუაცია და ხალხო თქვენ გეუნებით. ვის უხდით ფულებს? ვის აძლევთ თანხებს იმისთვის, რომ ამ თანხების საფუძველზე სალომე ზურაბიშვილმა ითარეშოს და იფარფაშოს იქ თავის რეზიდენციაში. როცა ჩვენ აგერ ამდენი გაჭირებული ხალხი ყავს და ამ გაჭირებულ ხალხს კიდევ გამეორდები, არ აქვს იმის საშუალება, რომ ახალ წელს შეხვდეს ღირსეულად და ნორმალურად, ხო? და სალომე გინდა დაიტოვოთ კიდევ იქ და სალომეს გინდა კიდევ ჩვენი ჯიბიდან ამოღებული ფულებით, ესა რა ქვია, არჩინოთ და იქ კომფორტი შოუქმნათ. არ იქნება ეს და არ მოხდება ეს. და ვერც კი გაბედავ შენ სალომე მაგას, მე დარწმუნებული ვარ იმაში, ძალიან უნდათ იმ შენ გარემოცვას, რომ შენ იყო მართლაც იმ არეულობის ფლაგმანი, მაგრამ მე მგონი შეგწევს იმის უნარი და იმის აზროვნება და იმის გონება, რადგან შენ იყავი ყოფილი მძვერავი ხარ და ყოფილი მძვერავები არ არსებობენ, რადგან მე ვიცი ეს და მე პროფესიონალი სამხედრო ვარ და არაერთი სამხედრო სკოლა მაქვს, გავლილი და აკადემიები და ვიცით რაც არის ეს მიმართულება, ხო? არ არსებობენ ყოფილი მძვერავები. და ალბათ არ გადადგამ ამ ნაბიჯს შენ და არ დაეუპავ შენ თავს და შენ პოლიტიკურ წარსულს მართალია ძალიან შავი და ძიმე პოლიტიკური წარსული გაქვს მithumetes ამ ბოლო დროს საქართველოში, მაგრამ მაინც ყოველ შემთხვევაში მშვიდობიანი გზებით გაერიდები აქაურობას და მშვიდობიანი გზებით წახვალ დაუბრუნდები შენ სამშობლოს იქ სადაც შენ დაიბადე საფრანგეთში და გაიზარდე და საპენსიო ისა ცხოვრებას გააგრძელებ იქ. ეს არის ერთადერთი ვარიანტი. შენ თუ გააფიჩინებ ეხები პატარა ბავშვი დაიძახი არ მინდაო, ხო? მაგ არ მინდას მოყვება მე გლდანის ციხე და დაუჯექ იქ სააკაშვილის გვერდით და ერთმანეთს იქ ეფუსფუსეთ და როგორც ფუსფუსობით ადრე სააკაშვილის დროს რომ იყავი საგარეო საქმეთა მინისტრი და გევასპასებოდა სააკაშვილი და ხან იქით შოუგორდებოდი და ხანაკე შოუგორდებოდი, ეხლა იქ აღარავინ შეგიშით ხელს და იკოტრიალეთ ერთად და იყავით იმ იმაზე ნარებზე და გაატარეთ დარჩენილი ცხოვრება თქვენი. ჩვენ ასევე ვისაუბრებთ კიდე სხვა დანარჩენ მომდინარე საფრთხეებს, რომელიც საფრთხეებიც არის როგორც დასავლეთიდან, ისე ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ვისაუბრებთ სწორედ იმ კონტინგენტზე, რომელი კონტინგენტზე დღეს რაღაც გაურკვევლად იკავებენ თავს იმასთან დაკავშირებით, რომ რაც ხდება ამ ქვეყანაში დღეს, მithumetes მათ დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ კისერზე, თავ და მხრებზე და არანაირად აბსოლუტურად ყურებსაც არაპანტურებენ. ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის ვეტერანი დამსახურებული სამხედრო ვიცე-პოლკოვნიკი ბატონი დავით ჩუბინიძე. ბატონ დავით, მოგესალმებით, მობრძანეთ. მადლობა რომ მობრძანეთ ჩვენ სტუდიაში და კარგი არის რომ თქვენ ხშირად ღებულობთ მონაწილეობას აი ამ ჩვენთან ტელეგადაცემაში და საზოგადოებასთან მიგაქვთ ის სიმართლე, რომელიც სიმართლეც აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის. ბატონო დავით, დავიწყოთ სალომე ზურაბიშვილიდან რა. დავიწყოთ ბატონო სალომე ზურაბიშვილს. კარგად დაიწყოთ. აი რა ესე იგი რა აძლევს იმის საშუალებას რომ ეს ქალი ასეთი განცხადებებს აკეთებს, ხო? და გადადგამს თუ არა მართლაც იმ პროვოკაციულ ნაბიჯებს სალომე ზურაბიშვილი, რომელი პროვოკაციული ნაბიჯების საფუძველზე შესაძლებელია ქვეყანაში დაიღაროს სისხლი. ბატონო დესა, ძალიან კარგად დაიწყე, ძალიან კარგი იყო ის შეფასება, რაც შეაფასეთ. მართლაც დამთავრებულია ჟანდარმერიის სკოლა. მზვერავია სპეციალობით. მაგრამ ერთი რამ, ვერ გამიგია, ასე რამ შეაძულა ჩვენი სამშობლო. სამშობლო არ უყვარს, ჩვენი სამშობლო არ უყვარს.
6 წელიწადი არასწორი არ გაუკეთებია ჩვენი ქვეყნისთვის, არც აპირებს კიდე რამე გააკეთოს დადებითი. მე ეჭვი მაქვს, დიდი ეჭვი მაქვს, მისი პატრონები აძალებენ ალბათ, რომ არ გამოვიდეს რეზიდენციიდან და 29 დეკემბრის შემდეგ დარჩეს ისევ. ეს იქნება ყველასთვის ძალიან ცუდი. როგორც ქვეყნისთვის, ისე ქვეყნის გარეთ. სახელმწიფოს არჩეული ყავს პრეზიდენტი, რომელიც 29 დეკემბერს ფიცდადებს და ოფიციალურად უნდა შეუდგეს თავის უფლება-მოვალეობას. დიახ. ორი პრეზიდენტი ქვეყანას არ ჯირდება. მით უმეტეს ასეთი პრეზიდენტი, რომელიც 6 წელი ხალხის ფულით იკვებებოდა და კიდე გააგრძელოს ფარფარში. არ არის გამორიცხული პროვოკაციები მოაწყოს ვინმე, რა თუნდა ლაბარაკი რო არსებობს ამის ცდილობები, არის რამდენი ხანია ქუჩაში არიან და სულ იმას, აი მსხვერპლი რატომ არ არის, მსხვერპლი რატომ არ არის. არ არის გამორიცხული თვითონ პრეზიდენტი გახდეს მსხვერპლი, რომ ქვეყანაში უკვე დაიწყოს არეულობა და პატრონებმა გაიგიჟონ თავი. რას ქვია საქართველოში პრეზიდენტ მისღერი ავარდა. ეს არის მოსალოდნელი და ამას უნდა ძალიან დიდი გულისხმობა და მუშაობა, ძალიან დიდი ჩვენი სამართალდამცავების, რომ მართლა არ მოხდეს რეზიდენციაში მივარნა ვიღაცების და მერე დააბრალონ, რომ გაბრაზებული ქართული ოცნების წევრები მივიდნენ და გამოიყვანენ, გამოყავდა ძალით. არა ბატონო, ამას ქართული ოცნება არ იზავს. არ ჭირდება ძალით გამოყვანა, იმიტომ რომ 29 დეკემბრის შემდეგ მე როგორც კონსტიტუციით ვიცი, პარლამენტმა მიიღო დადგენილება, სახელმწიფო დაცვა ეხსნება პრემიერსაც, პრეზიდენტსაც, სულ არ ჭირდება იქ შევარნა. გარეთ დაცვა დადგება და არავის შეუშვებს, იმ და არავის გამოუშვებს გარეთ მორჩენილია მაგით. როდემდე იჯდოება, იმაში დაფინანსება არ ექნება, ინტერნეტი არ ექნება, წყობა არ ექნება, არაფერ და როდემდე იჯდოება და იქნება. აი ეს უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, არავითარ შემთხვევაში არ დაუშვას, ვინმე მიქ მივარდნა და ძალით გამოყვანა. თუ არ გამომბრძანდება ეს კალბატონი, იჯდეს და იყოს იქ სწავლობდე განსაკუთრებით. ეხლა თქვენ ბატონო დავით ძალიან სკანდალური განცხადება გააკეთეთ და სხვათა შორის აი თქვენმა განცხადებამ და თქვენი განცხადება უნდა გაითვალისწინოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებლად. მე რატომ ჯერავს ეხლა იმ თქვენი განცხადებისა, რატომ აქვს იმის საფუძველი, რომ სწორედ აი ეს განცხადება, რომელიც თქვენ განცხადებას გააკეთეთ, რომ შესაძლებელი არის, რომ იქ დაიზაბოს სიტუაცია, სადაც უკვე მოუწოდებენ მომხრეებს იქ მოსვლას რეზიდენციის წინ მოუწოდებენ მომხრეებს დაცვას, ხო? აი ამ ჩემი ხალხი დამიცავს. ხო, და ჩემი ხალხი დამიცავს, ხო? თვითონ პრეზიდენტი. ეხლა ნახეთ რა ხდება. მსვერავს არ უნდა ეშლებოდეს ბატონ დრისაკ, მაგრამ თავის ხალხი კი არ დაიცავს. თავის ხალხი გაუკეთებს, რადგან ამის ეჭვი მაქვს. ნახე, არა, ეს ეჭვი საფუძვლიანი ეჭვი არის, სხვათა შორის. ეს თქვენი ეჭვი არის საფუძვლიანი ეჭვი, რატომ იცი? ეხლა მათ არაერთხელ ქონდათ მცდელობა იმისა, რომ რაღაც მსხვერპლი მიეღოთ, ხო? ქონდათ ამის მცდელობა. ქონდათ მცდელობა, რომ როდესაც მათმა დაიწყეს გარკვეული მოქმედებები და რადიკალური ჯგუფების შექმნეს და ამ რადიკალური ჯგუფების საფუძველზე უნდათ, რომ დაეღვარათ სისხლი საქართველოში და კაჯოთ რუსთაველზე, ხო? ეს არ გამოუვიდათ. ახლა მაკეინის ინსტიტუტი პირდაპირ ამბობს და აკეთებს განცხადებას, ხო? რომ ახლა ის რაღაც გვითომ და შეფუთე ეს განცხადება მანდან სვეპლის მიღების შემთხვევაში. ანუ მაკეინის ინსტიტუტი ეუბნება ამათ, რომ მოკალეთ ვიღაცა ისეთი ადამიანიო, რომელი ადამიანის საფუძველზეც უკვე ქვეყანაშიო მოხდებაო აი რევოლუცია და ხალხის მღელვარებაო და ხალხის მღელვარება. ამიტომ არის ახლა რომ მეც ასე ვფიქრობ, რასაც თქვენ ამბობთ, რომ არ არის გამორიცხული, რომ ეს მსხვერპლი იყოს სალომე ზურაბიშვილი. რა თქმა უნდა. რომ იმ ქაოსის და იმ არეულობის დროს ის პირი, კონკრეტული პირი, ვისაც ეს დავალება ექნება მიღებული და იქ იქნება არა ის იმ დონის შეფუთული და იმ დონის შენიღმული, რომ ის იქნება მათიანი და ის ჩაატარებს ამ ოპერაციას ისე, რომ ფაქტიურად დააბრალებენ ხელისუფლებას ამას ყველაფერს. რა თქმა უნდა. ხელისუფლების დაბრალების შემთხვევაში თქვენ წარმოიდგინეთ, უკვე დაიწყება საერთაშორისო სკანდალი. ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, კოლექტიური დასავლეთიდან, ყველა იმ ქვეყნებიდან, რომელიც ქვეყნები ჩართული არის დღეს ამ რევოლუციურ სცენარში. 20 წლამდე ბაიდენი ადგილზეა კაბინეტში. კი ბატონო, შესაძლებელი არის უკვე
დაიწყოს ამასთან დაკავშირებით სამოქალაქო ომი ქვეყანაში, ხო? და სწორედ განვითარდეს ის სცენარები, რომელიც სცენარების საფუძველზეც მასშტაბური ხასიათი მიეცემა და იქნება ეს როგორც მაიდანი და როგორც მოხდა უკრაინაში 2014 წელს მშვიდობიანი მომიტინგეების დახოცვის საფუძველზე აიღეს სახელმწიფო რეზიდენციები და სახელმწიფო შენობები და დაიკავეს თვითონ მათ და პრეზიდენტი ჩამოაგდეს და გაიქცა პრეზიდენტი, ხო? არ გამოვრიცხეთ ამასთან სწორედ აი თქვენი განცხადება ერთადერთი ის სწორედ თქვენი ეჭვი კი არ არის ეს უკვე საფუძვლიანი ეჭვი არის და ერთადერთი გადამჩენი ახლა არის მათთვის ვიღაცის ლიკვიდაცია. ანუ იმ ადამიანის ლიკვიდაცია, რომელი ადამიანის საფუძველზე ატყდება ეს თელი ამბები, ხო? და გეთახმებით იმაში და მე მინდა მოუწოდო ძალოვან სტრუქტურებს და მე მინდა მოუწოდო სწორედ უსაფრთხოების საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს, რომ ფხიზად იყავით ბიჭებო, ფხიზად იყავით. თქვენ დღეს მართლაც სერიოზული მისია გაგესრიათ, მართლაც ხელებ დაკაპიტებული შრომობთ და ბრძოლობთ იმისათვის, რომ ქვეყანა გადაარჩინოთ და ქვეყანა ააცილოთ სისხლის ზღვრას და ქვეყანა ააცილოთ იმ პროვოკაციებს, რომელი პროვოკაციებიც უკვე მთლიანობაში ესე კომპლექსურად და მასშტაბურად არის ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს ფაქტია, რომ თქვენ მუშაობთ და მუშაობს ძალიან კარგად შინაგან საქმეთა სამინისტრო, ეს ორი უწყება მაქსიმუმს აკეთებს იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა გადაარჩინოს და ქვეყანა არიდონ სისხლის ზღვას. მაგრამ აი ახლა ამ ბოლოს, აი ახლა უკვე არის გადამწყვეტი 29 რიცხვი არის გადამწყვეტი 29 რიცხვში ჩვენ არ უნდა დაუშვათ და არ უნდა დაიწყოს ქვეყანაში კვლავ ესკალაცია და არ უნდა დაიწყოს ქვეყანაში კვლავ არეულობა და არ უნდა მიეცეს ამ დაჯგუფებებს იმის საშუალება, რომ ქვეყანაში დაძაბოს სიტუაცია და მართლაც მივიღოთ მსხვერპლი ისეთი ადამიანის, რომელიც ადამიანის საფუძველზე დაიწყება არეულობა ქვეყანაში. ბატონ ანდრისა, ეხლა რა ხდება? ეს აგენტურა ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოში არის ამერიკის აგენტურა, არის ცალკეული ქვეყნების, კი ბატონო, დასავლეთ ევროპის ქვეყნების აგენტურა მუშაობს, ჩამოსულების ბევრი იყვნენ, მათი პატრონები აქვს. არ არის გამორიცხული, რომ რუსეთის აგენტურაც არის, მაგრამ ვინ გამორიცხული? არა, მუშაობს, კაც რუსეთის აგენტურაც. ყველა მუშაობს. კი, როგორ არა, მუშაობს. აი, რა ხდება? აბა, ვინ არის? დაუშვათ. არა, ელენე ხოსტარია, ვინ არის, აბა? კი ბატონო, დაუშვათ. რუსეთის ლიბერალური ფრთიდან ღებულობს ფინანსებს. კი ბატონო, ფინანსდება იქ. კი, აბა რა? და მოთხოვნა იყო ტელეფონი დაურეკა, ჩამირიცხეთ, პული ჩამირიცხეთ. რუსეთის ლიბერალური შეხედეთ რა ხდება. ამ ვეშაპის პირში რატო გვაგდებენ ეს ხალხი? რუსმა სულ ამას გაიძახიან. არ ვინე რუსეთი, კაცო, ერთი ნაბიჯი ამ თავრობას რუსეთისგან არ გადუდგია. დადებითი ნაბიჯი არ გადუდგია, კაცო. ამ თავრობას. ხო. ყვილა რვა დანაშაულებს შავზე, თეთრი ძახით, თეთრ შავზე, ასე ხوار შეიძლება. ესე იგი ვეშაპის პირში ძალით დენია. მართლა, მერთმა არქნას ამ ხალბატონს რამე მოეწიოს, რომ ნახევარსარი რუსი აქ იქნება. კი ბატონო, აგერ არ არის. აგერ არ არის, აგერ 40 კილომეტრზე მოცილებული. არ შემოუშვებს ის, აგერ ხონახეთ უკრაინაში რახნა ნატო. კი ბატონო. არ შემოუშვა და გაასწორა მიწასთან და ალბათ ამათ რო უნდა და ეს ბულდოზერით გამოვიდნენ და იმედის ტელევიზია ბულდოზერით გაესწორებია თუ თავის როზე ის კიდო ეს ლომჯარია კიდო ყოფილი სახალხოდამცველი ბომბები უნდა წიოდეს ქვეყანაშიო. იმას გაასწორებენ უკრაინას ახლა ბულდოზერებით გაასწორებენ და თესავენ პურსი. პურსად ესავ. რა უნდა რატო კნენიან ამ რუსებს გინდა თუ არა რუსების აგენტები და რუსების თვითონ შემოყავთ ძალით თვითონ ძალით ახელებენ და შემოყავს რუსია. დიახ, მართალი და რუსია არ დაუთმობს საქართველოს არც ევროპას, არც ამერიკას. ჩვენთვის უნდა ვიყო ჩვენ და სახელმწიფო საქმე. საქართველოს საქმე უნდა ვაკეთოთ. როგორც დღეს აკეთებს მართლა მთავრობა. საქართველოს საქმეს აკეთებს. ამას უნდა უბათ, ხარის უოლამ და უნდა დაუდიოთ ვერჩი და არა და ამემა ბაბაიაკაკალს. რომელიც წასვლას არ აპირებს. გაუტკბა. წასვლას არ აპირებს საქართველოს. კროხივით დაჯდა იმ სკაფში და არის. რამე თუ დადებითი გაუკეთებია ამ 6 წლის განმავლობაში გამოვიდეს ყავს რა აი მე გავაკეთე რაღაც ისეთი რაღაც ხო რაღაც გააკეთა საქართველოს ხალხისთვის რამე გაკეთება ხალხისთვის მით უმეტეს ორჯერ არჩევნებში მივედით კაცო მაგის გულისთვის რომ რამენაერად პრეზიდენტი არ გვინდოდა გრიგოლი და გვინდოდა სალომე ეს სპეციალურად გაკეთებული იყო და ხო ნუ კი ღრიგოლის მაგალითად აგვერჩია ღრიგოლის მაგალითად აგვერჩია აგერ ისა რა ქვია ესე იგი სულ ყოველთვის ბაზალებს თუ დასავლეთი შალომე თუ ევროპა გინდა თუ არა ეს პიროვნება აირჩიეთ პრეზიდენტად გინდა თუ არა ეს პიროვნება ეს ახლა
არავის თავში რო არ მოსვლია რომ სალომე ყოფილიყო ჩვენი პირა რა თქმა უნდა ლაბარაკზე წამოსულიყო ევროპიდან მის კანდიდატურა გინდოდა არ გინდოდა ჩვენ დაუჭირეთ მხარი და დღეს კი ვხედავთ ძალიან დიდ შეცდომაში შევედი თუ ზვერავი ხალი გახდებოდა აგენტი ჩვენი ქვეყნის სამშობლოს აგენტი გახდებოდა ამას ნახდათ ვერ წარმოვიდგენ კი ნუ პენსიონერი იყო უკვე და გახდა აგენტი ვერ ხო და აი მაშინავს გადაცემაში აუცილებელია კანონი მისაღები მთელი სიმკაცრი აგენტურის შესახებ ლუსტრაციის კანონი ლუსტრაციის აგენტურის აგენტია დაუმტკიცდა ის უნდა გასამართლდეს და მისთვის უნდა იყოს ცალკე ციხე აშენოს ის აგენტები ცალკე უნდა იჯდნენ ციხეში სულ ცალკე აი ესე ჩემი სათქმე იცი რა ბატონო დავით ახლა ნუ სალომე ზურაბიშვილი და სალომე ზურაბიშვილს კიდე უამრავი აგენტები ყავს უამრავი აგენტები არიან რომლებიც აი ესე ხელოვნურად ქმნიან დაძაბულობას ქვეყანაში და ამ დაძაბულობის ფონზე უკვე იმ ქვეყანამ რომელი ქვეყანას უნდა რომ მაქსიმალურად აიყვანოს კონტროლზე თავის მიერ კონტროლებადი როგორც აგენტურა ისე ქვეყანა ის უკვე ხელებს აფათურებს ამღვრეულ წყალში ხო თევზს კარგად იჭერენ და ის იქ სიტუაციაში ვართ ახლა ჩვენ ამღვრეული წყალია ჩვენ და საქართველოს უკვე ამღვრეული არის და ამ ამღვრეულ წყალში უკვე მოწინააღმდეგე მხარე თავის საქმეს აკეთებს წყინვალედ ხო ასე ხაზარაძემ ახლა განცხადება რო გააკეთა აი ამ არაკაცმა და ამ ადამიანმა გაიგე და ხაზარაძე რო ჯარს მოუწოდებს წარმოიდგინეთ თქვენ არ დაემორჩილოთ ეხლა ნახეთ რა ხდება მოდი დავიწყოთ ეხლა ჩვენ და ვთქვათ სიმართლე თქვენ სამხედრო ხართ და მეც სამხედრო ვარ ჩვენ კარგად ვიცით თავდაცვის სამინისტროს სისტემა როგორ არის და რა ფერაა და რა პრინციპით მოქმედებს და რა ესე იგი რომ მეთქვი მთლიანობაში კონტინგენტი მსახურობს იქ თავდაცვის სამინისტროს დღემდე არაა გაწმენდილი და თავდაცვის სამინისტროს დღემდე არ მომხდარა იმ ადამიანების გამოძევება იქიდან მით უმეტეს გენერალურ შტაბში რომელი ადამიანები ჯერ იყვნენ მიბმული სააკაშვილის პოლიტიკაზე სააკაშვილის ბინძურბზადებებს ასრულებდნენ ძალიან მარე იცოდეთ ბატონო ისა ოფიცრებო და გენერლებო თქვენ ყველას არ გეკუთვნით ეს ყველას არა მაგრამ გარკვეულ კონტინგენტს ეკუთვნის ძალიან მალე თქვენ გვარების და სახელების დასახელებას დავიწყებ როგორც ეხლა ვამხილეთ ეხლა წინა იმგერში ნახეთ იქ გადაცემებში და ნახეთ ჩემი ინტერვიუ ასავალ-დასავალში და როგორც ეხლა ვამხილეთ ის კონტინგენტი რომელიც კონტინგენტს მხარი დაუჭირა აი მოძალადეებს და აი ამ უსამშობლო ადამიანებს და ღიად ესე იგი უკვე გააკეთეთ შემდგომ განცხადებები ხო ეხლა ძალიან მალე დავიწყებ მე უკვე სახელმწიფო არ მიიღო ლუსტრაციის კანონი მე გავაკეთებ ამას და მე დავიწყებ თქვენ ლუსტრირებას და მე დავიწყებ თქვენს ესე იგი მხილებას იმ აგენტ გენერლებისას და იმ აგენტ ოფიცრებისას რომლებიც მიბული ხართ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან სპეცსამსახურებზე გაიგე და მე ახლა ხაზარაძე ნახე რატო გააკეთა რა საფუძველი აქვს და რატომ არის ასე ისა რომ მეთქვი დარწმუნებული იმაში რომ ხაზარაძემ რომ მოუწოდა ჯარს რომ მოუწოდა უკვე ხო ესე იგი რაღაც გარკვეული კონტაქტები უნდა ქონდეს შენ უკვე ჯართან ხო რაღაც გარკვეული შეხება უნდა ქონდეს აქ ეს შეხება ნახე როგორ აქ ეს შეხება ჯერ ერთი რომ თავდაცვის სამინისტროს ოფიცრის შემადგენლობის და გენერალიტეტის ნახევარზე მეტი მიმბული არის TBC ბანკზე კრედიტები უმეტეს ნაწილისა კრედიტები TBC ბანკიდან. ხაზარა მე მაქვს ინფორმაცია და ეს არის მე მაქვს ზოგი ხებულობს ზოგი საქართველოს ბანკში ხებულობს მაგრამ ორივე ამერიკელების ეს ბანკები. ხო მე მაქვს ინფორმაცია რომ ესე იგი ეს ხაზარაძეს წავიდა გარიგებაში ამ ოფიცერთან და ამ სამხედრო იმასთან გენერალიტეტთან მიმართებაში გარიგებაში წავიდა თუ ისინი მხარს დაუჭერენ და გვერდში დაუდგებიან დღევანდელ ესე იგი ამ უკვე 29-დან უკვე თვითმარქვია პრეზიდენტი გამოცხადდება ეს აღარ იქნება პრეზიდენტი და დღევანდელ სიტუაციას მხარს დაუჭერენ და მაქსიმალურად ესენი ეცდებიან რომ ქვეყანაში აერეულობა იყოს ხაზარაძეს თავაზობს მათ ამ ბანკები ამ იმის რა ქვია ვალების ანულირებას გესმით რა გამორიცხული არ არის ეს არის ეს შეთავაზება იყო უკვე შუამავლის მეშვეობით იყო ეს შეთავაზება და ამის შემდგომ მოხდა მე ხაზარაძის მხრიდან ამ განცხადებების გაკეთება იმიტომ რომ იქიდან უკვე ვიღაცებმა თანხმობა მისცეს და ის ვიღაცები მე უკვე ვინც არის ის გენერლებიც ვიცი ვინც არის გაიგე და ის პოლკოვნიკებიც ვიცი და ის ვიცე-პოლკოვნიკებიც ვიცი და ის მაიორებიც ვიცი ვინც არის გაიგე მართალია ყველა არ არის კარგი ვაშკაცი ბიჭები არიან და ვაშკაცი გენერლებიც არიან იქ თავდაცვის სამინისტროში და ესენი ვაშკაცი მეთაურებიც არიან რომლებიც დღეს მართლაც განან სამშობლოს სადარაჯოზე მაგრამ იქ ამერიკის საელჩომ დაუძახა იქ იმას რა ქვია იმ გენერლებსა იმ პოლკოვნიკებსა მოდით აგერო ჩემს მიერ ისახართო რა ქვია გამოზდილი ლეკვები ხართ და ჩემს მიერ მონიჭებული წოდებები გაქვთ გაიგე და ჩემს მიერ შექმნილ
იმაში ხართ, კარიერაში ხართო და ეხლა ვალდებული ხართ ეს გააკეთოთო, ხო? ესო დაგავალდებულად უკვე, ხო და ამ ყურმოჭრილი მონებივით რო ხართ უკვე მათთან, ხო? ამიტომ არის რომ ხაზარაძემ გააკეთა ეს განცხადება ბატონ დავით. და რამდენად ეხლა აი ნახეთ რა უნდა შეგეკითხოთ ეხლა თქვენ და როგორც გამოცდილი პიროვნება და კარგად იცით თქვენ სპეცსამსახურების სტრუქტურაც, კარგად იცით თქვენ მთლიანობაში თავდაცვის სისტემაც იყო თუ არა საჭირო საქართველოში კონდაზერვა, რომელიც თავის დროზე იყო და მუშაობდა ძალიან ესე იგი ეფექტურად და სწორედ ამ მიმართულებით მუშაობდა, რომ თავდაცვის სამინისტროს მიმართულებით სამხედრო კონდაზერვა. სამხედრო კონდაზერვა, რომელიც გაუქმა მიხეილ სააკაშვილმა და შეიქმნა უკვე ბალაგანი მთლიანად უკვე ამ მიმართულებით რა. ეგ ბალაგანდრისთან სპეციალურად გაუქმდა. თავის დროზე სპეციალურად გაუქმდა, მიშამ გაუქმდა სპეციალურად, იმიტომ რომ აგენტები აიქედან დაიწყო უკვე სხვადასხვა ქვეყნებმა თუ იყო მარტო რუსების აგენტები და თითოეულ როლი იყო დასავლეთის მასიურად წავიდა ხალხის გადაბირება. სამხედრო კონდაზვერა არ არსებობდა. გაუქმებული იყო კანონის მე მგონი მუხლის დაჟის მუხლიც ამოღებულია. სამშობლოს ღალატის მუხლიც ამოღებულია. ამოღებულია სამშობლოს ღალატის მუხლიც. თვითონ მიშა მომოიღო. ხო, მიშას დროს მოხდა ეს. და ამით გაიზარდა აგენტების რიცხვი. ამ ოფიცრებს ერთი რამ მინდა უთხრა. სადღაც წავიკითხე, გადაცემ ვიღაც წერდა, მე პრეზიდენტისთვის ფიცი მაქვს მიცემული. ბატონო ოფიცრებო, თქვენ პრეზიდენტს კი არ მიეცით ფიცი. სამშობლოს წინაშე დადეთ ფიცი. ეგეც არ იცით თქვენ უპატრონოება ბევრმა. სამშობლოს აძლევთ თქვენ ფიცს, არათუ რომელიმე პრეზიდენტს. კეთილი ინებედა იმ ფიცის ერთგული იყავით სულ, რომელი ფიცი დადეთ. თორე პასუხს ქართველი ხალხი გაგებია, თუ კანონში არ არის, ქართველი ხალხი გაგებია თავის დროზე პასუხს უვალას. ეტი ამ ხალხს ამოუწოდო რა. ეხლა რა არის იცი ნახეთ. გონიათ რომ პრეზიდენტისთვის დადეს ფიცი. არა, რა პრეზიდენტები მიდიან და მოდიან და სამშობლო არის ერთი. იცით დადებულია. თავდგირიძე ამბობს მე პრეზიდენტ ფიცი. ო, ესა უტვინო, ისა, უტვინო. აი ეს არის თავდგირიძე. თავდგირიძე, რომელიც დედაუტირა სამხედრო აკადემიას რა. სამხედრო აკადემიას სადაც შეჭამა ოფიცრების და ჯარისკაცების ისე, რა ქვია, ხელფასები. აი, მაღაზე იყო დაჭერილი მაგი. მაღაზე იყო დაჭერილი. ხო და ამერიკის არ მინდოდა ახლა მე, მაგრამ დამეკონკრეტებია, იმიტომ რომ ჩვენ მე მაგალითად ვერიდები რა სამხედრო. არა, დავაკონკრეტე, იმიტომ რომ კაცი გამოდის, პოლკოვნიკი კაცი გამოდის და იძახს მე პრეზიდენტს მივეცი ფიცი. ამის გარდა ისიც არ იცის, პრეზიდენტს კი არა, სამშობლოს მიწა, სამშობლოს წინაშე ფიცი. ამის გარდა კიდე ბატონო დავით ეხლა ეს გამოვიდა კაცო ნაცებში რო არის ეს ვაი სამხედრო ექსპერტი რო არის ლაშა ბრეგვაძე თუ ბერიძე მეოთხე ბრიგადის მეთაური იყო პარკეტის პოლკოვნიკი პარკეტის პოლკოვნიკი ომში რო არა ნამყოფი და ჩინმენდლებით აქვს ესე იგი აი ეს მკერდები ისა რა აწეპებული ჩინმენდლებით ომში რო არა ნამყოფი და საერთოდ არ იცის ომი რა არის კაიგე ამ ლაშამ კაიგე და ლაშამაც იგივე დაუდასტურა ხაზარაძეს კაიგე როგორ თქო მაგ იცი რომ ჩვენთან არიან უბრალოდ თავდაცვის ოფიცერთა შემადგენლობის დიდი ნაწილიო ეს დაადასტურა მან ესე იგი ანუ იქ არის უკვე ამის ზავაბო კონტაქტი აქვს ერთი მეორე აბა რა მათ კონტაქტები აქვს კაცო ეხლა ის მლეკვებს და ამ მლეკვებს კონტაქტები აქვს და მე სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა განცხადება და სალომე ზურაბიშვილმა თქვა პირდაპირ და მოუწოდა სამხედრო მოსამსახურეებს და ვეტერანებს რომ მე თქვენი თავარსარდალი ვარ და არსად ამიდი ვარ თქვენ თავარსარდალი ვარ არ გახსენებია მომისმენთ ახლა თქვენ მომისმენთ ახლა თქვენ სამხედროებო და ვეტერანებო რომლებიც ამ ეშმაკის სამსახურში ჩადექით ეშმაკის სამსახურში ჩადექით თქვენ გაიგეთ თქვენ სამშობლოს სამსახურში აღარ ახართ თქვენ ახართ ახლა ეშმაკის სამსახურში ნუ გააკეთეთ მაგ სისულელეებს იმიტომ რომ ჩვენ ერთხელ შეიძლება ბევრს არ გახსოვდეთ და დაგავიწათ ჩვენ ერთხელ სამხედროები გაგხლიჩეს შუაში ეს 90-იან წლებში ხომ კარგად გახსოვთ შუაში გაგხლიჩეს და ერთმანეთს დაგვაპირისპირეს გესმით რაშია საქმე და ერთმანეთს იარაღი ვესროლეთ და დღემდე მოგდებს ჩვენ ეს ტკივილი და ეს ცოდვა და ეს უბედურება გესმით დღემდე მოგდებს და ნუღა გავიმეორებთ ამ სისულელეს ნუღა გავიმეორებთ ჩვენ დღეს პირიქით სამხედროები და ვეტერანები ვინაც გავიარეთ ჩვენ ეს ეკლიანი გზა მომრიგებლები უნდა ვიყოთ და მომრიგებლების როლში უნდა ვიყოთ ამ დღევანდელ შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით მაგათაც მორიგებაც არ შეიძლება იცოდეთ ესენი არიან საშიში ადამიანები და ესეც იცოდეთ თუ თქვენ მათ დაუდექით გვერდით როგორც კი მოვლენ ისინი ხელისუფლებაში და ხელში ჩააგდებენ ძალაუფლებას პირველი სამიზნე თქვენ იქნები მათი ეს როგორც გააკეთეს და როგორც ჩვევია ყველა სახელმწიფოებს გაიგეთ როგორც ჩვევია და არ დაგავიწეთ რა ეს იყო და ხომ დაახედო რეპრესიები ერთხელ როდესაც უკვე შევარნაძე მოვიდა და
ეს აფხაზეთში ნაომარი ბიჭები და ეს თელი ეს მხედრიონი და ესენი რომ მასიური რეპრესიები დაიწყო, ხო? და გვარდიის და თავდასამინისტროს სამხედრო შემადგენლობის, რომლებიც გაავსო ციხეები, ხო? არ დაგავიწეთ. არანაკლები იქნება ხა და მე სააკაშვილმა გააგზელა კიდე, ხო? 2008 წლის აგვისტოს ომის მერე რომ დაგვერიას უყველას და 3000 30,000 არა 3000 სამხედრო მოსამსახურე ვიყავით უკვე ციხეებში ამოკეტილი სხვა ციხეებში, ხო? მიგივე დაგემართებათ ისე თქვენ გაჩერდით არ გინდათ ცოდვას ნუ აიკიდებთ კისერზე და ნუ დაუჯერებთ ამ მოღალატე და გამყიდულ და მევახშე ხაზარაძეს და ნუ დაუჯერებთ ამათ კიდევ აგერ რომ ვით ვაი სამხედრო ექსპერტები რო არიან და რაღაც სისულელეებს რო უბრახუნებენ. აი ეგ შეხედეთ რეალობას. იმიტომ ჩვენ სამხედრო ხალხი ვართ და ჩვენ აგვაქვს ფიცი მიცემული ჩვენი ქვეყნის და ჩვენი სამშობლოს წინაშე და არა ვიღაცა პიროვნებების წინაშე, ხო? და ჩვენ შევფიცეთ ჩვენ ქვეყანას რომ არასდროს არ უღალატებთ და დავიცვათ ყოველთვის. აი ეგ და ასეც უნდა იყოს ეს კესმის საშია საქმე და ასეც უნდა მოხდეს. არ არსებობს აქ ყოფილი სამხედრო და მოქმედი სამხედრო. ყველა ერთი ვართ სიცოცხლის უკანასკნელ წვეთამდე და ყველა უნდა დავდგეთ ის საათ ჩვენი სამშობლო მოითხოვს და ყველა უნდა გავაკეთოთ ის რომ რაც ჩვენ უფალმა გვალ ჩვენ ვართ უფლის ჯარისკაცები ვართ და ჩვენ უნდა უფლის ჯარისკაცები რომ ვართ უფალს უნდა ვემსახუროთ და უფლის მსახური ის არის რომ დავიცვათ მშვიდობა, სიყვარული, კაცობა, ადამიანობა, ვაჟკაცობა და არა ის რასაც ეს სექტანტები გთავაზობენ ჩვენ და რასაც ეს სექტანტები გვიყიჟინებენ. ვიცით რომ მოდიან თქვენთან და გთავაზობენ ძალიან ბევრ რაღაცებს გთავაზებენ და ეს შეთავაზებები ვიცი მე გავიარე ეს შეთავაზებები მე სააკაშვილის დროს და ამიტომ იყო რომ ვარი რო უთხარი და წავედი მე გამიშვეთ ციხეში, ხო? გავიარე ეს ყველაფერი მე და ვიცი მე ეს ყველაფერი და ნუ შეხვალთ სტუნებაში და არ გინდათ და მე მინდა კიდევ იმ მოგებული მაინც ვერ დარჩებით. რა თქმა უნდა. ჯერ ეს ერთი 1,200,000 გავართ ახეთ. კი ბატონო. ვინც ავირჩიეთ ეს ხელისუფლება და პარლამენტი და ამ პარლამენტმა აირჩია პრეზიდენტი. ეხლა რა არის პრეზიდენტი? 29-ში ახალი პრეზიდენტი დადებს ვიცს. გინდა, არ გინდა, უნდა დავემორჩილოთ ქვეყნის მთავრობას. რომელსაც ერთი ნაბიჯი არ გადუდგია გადახრისკენ ევროპაში არ მიდივარ. ვინ გააკეთა უვიზობი მოსვლები, ვინ გააკეთა ვიზა ლიბერალიზაცია? ერთი ნაბიჯი თუ გადადგა წინა მთავრობა, ნუ შეადარებო იმას ბიჭო, არ ვადარებ, მაგრამ როცა არაფერი გაუკეთებია და ტერიტორიები ანშუქა და თუ რამე ქონდა ქვეყანაში ღირებული, ყველაფერი ანშუქა რუსებს ქარხნებიდან და გესებიდან და ტერიტორიებიდან ამ ხელისუფლებამ რა გააკეთა ერთი ნაბიჯი თუ გადადგა სადვე ხომ კარგად იცით რომ არაფერი არ გაუკეთებია ამ ხელისუფლებას ქვეყნის საწინააღმდეგოდ ეს ხომ კარგად იცით ხო და აზზე მოდი 1,200,000 ვართ აქეთ ვინც ესენი ავირჩიეთ თქვენ არ ვიცი რამდენი ხართ და არც მინდა თქვენი დათვლა მოგებული არ დარჩებით იმიტომ რომ ერი და ბერი ყველა თქვენ გაკიცხავთ არ ჩაერთოთ ამ ბრძოლაში გთხოვთ მოგმართავთ ბატონო დავით ეხლა თქვენ ახსენეთ სწორედ არ ვიცით რამდენი ხართ ხო ეხლა სწორედ მაგ თემაზე მინდა გადავიდო ჯერ ერთი რა კონტინგენტი ყავთ იქ და რა კატეგორია არის აი მე უბრალოდ გაოცებული ვარ და მე არ ვიცოდი თუ თბილისში და საქართველოში ამდენი სულით მახინჯი ადამიანები იყვნენ, კაი, რაშია საქმე. თუ ამდენი გარყვნილი და სამშობლოს და ქვეყნის მოღალატე ადამიანები იყვნენ და ამდენი რომ მეტყვი უდედმა მოვაქვი, ამა მშობლები იყავთ ამათ კაცო. ეხლა მე მინდა მშობელი შვილს ძიეს და ესენი შვილებს არ ვამან არც ერთი არ ხო, მე მინდა რომ აი ვუჩვენოთ საზოგადოებას რა კატეგორიაა და რა კონტინგენტი არის და ნახეთ ეხლა ეგ პარლამენტის წინ ახალგაზრდა გოგო ზის და ძაღლივით ყებს გესმის აშია საქმე და ასეთები არის სულ ყველა ესენი იქ კაი ეგეთ აი ეს არის აი ანახეთ რა თქო კადრები აჩვენოთ აი მე ძალიან ცუდია აბატონო აი ეს არის ეს კონტინგენტი არის ბატონო დავით ეს ადამიანები არიან და ისეთ რაშია საქმე ნახეთ ეხლა რატომ არის ნუ ახლა იქ ამბობენ რომ 200 ღმერთმა დაგვიფაროს რომ 200,000-ია ქართველი იყვეს ამ ჭუაზე და ამ იმაზე რა ქვია აზრზე და ამ ცხოვრების ცხოვრობდეს იქ არის სულ რაღაც გარკვეული დაფინანსებული ჯგუფი და ეგეც მაქვს ინფორმაცია მაქვს ჯერ ერთი გარემოვაჭრეების და იმგეზე გადავუხდიათ კვირაში უხდიან 700 ლარს 700 ლარს უხდიან კვირაში
მიდიან საღამოს 6 საათს, 7 საათზე იმიდიან, სამსახურებით არის. და 6 საათიდან 11 საათამდე მორიგეობენ იქ პარლამენტში და მე მოდიან სახლებში. ეს დაფინანსებული ხალხი, გაიგეთ რა შეასახ. და ეს სულით მახინჯები კიდო რომლებიც ახლა ზოგი ძაღლივით ხმოვის და ძაღლივით იმაშობა აი ხებს ხო და ზოგი კიდო წაკუზული არის გაიგე და ზოგი კიდო რა ვიცი რას არაკეთებს აუბედურება ზოგი ნარკოტიკებს ღებულობს და ზოგი კიდო ბახუსის ქვეშ არის და იქ გამოდის პარხმელიაზე და ზოგი კიდო სახლიდან გამომაგდეს და წასასვლელი რუახასაც არის იქ ხათავენ ღამეს ხო აი ეს კონტინგენტი არის იქ გაიგე და იმ ადამიანებს მინდა უთხრა მოუწოდო რომელი ადამიანებს ყოველ კვირაში 700 ლარს ღებულობენ კესმის აშია საქმე და ამათ გონიათ რომ ეს ფული მათ შეერგებათ შენ ამ ფულს რო ღებულობ, შენ ღებულობ ამ ფულს, ეს არის ის ფული, რომელი ფულიც არის ბინძური ფული. რომელი ფულის საფუძველზე შენ, ესე იგი, უარყოფ ღმერთს, წმენას, ეკლესიას, ოჯახურ სიწმინდეებს, შვილებს, დედას, მამას, ბებიას, ბაბუას, ყველაფერს უარყოფ. აი ამ 700 ლარში და დაანებეთ თავი ამ სისულელებს, ამ ცოდვაში ნუ ჩადგამთ თავს. და რატომ დავით ახლა ეს ადამიანი რომელიც ჩვენ ვაჩვენეთ ახლა კადრებში ხო ეს კონტინგენტი ახლა რომელი კონტინგენტის დღეს გამოსული არის და რომელი კონტინგენტის დღეს ესე იგი ფაქტიურად ამბიციები აქვს რომ უნდა ვიყოთ ჩვენ ხელისუფლებაში უნდათ მოსულ ვინ საიდან იმართებენ ესენი რა თქმა უნდა ევროპიდან იმართებიან ევროპელი პარლამენტი 6 წელი რო იყო ჩამოსული გათხოვილი კაცები და გათხოვილი გაუთხოვარი გასათხოვარი და აქ დაეძებდნენ იმას ქმრებს. ხო. მე ეგრე ნაციონალებში მისმედი რა ვაგეთ. ხო და მაგათი ესენია. მაგათი ეს. კიდე რა მინდა ერთ ბადონდრისა. ესენი ხო უარგისები არიან, ვინც იქ არიან ახლა. მე სულ ყველაზე ერთ და ორზე კი არ მაქვს. ყველა ეგეთები. სულ ყველა. გინდა ინტელიგენცია უძახი, გინ მსახიობები უძახი, გინ რეჟისორები უძახი. რა რისი მარში არ მოიგონეს. რისი გამოდიხარ თქვენ უნამუსლოებო და იძახი. რომ პოლიტპატიმრები რომელია პოლიტპატიმარი ერთი მითხარი მან რომელია ცეცხლს რო და პოლიციის ის არის პოლიტპატიმარი არ ცხენია მე რო პოლიციელი ყოფილიყავ და იქ ყოფილიყავ და ერთი ესროლა ჩემთვის და იარაღი მქონდა მე იმას ყველას ვესროდი იმიტომ ვესროდი ღირსი იყვენ თავიდან მე ხო არ მისვრია როგორ ცეცხლი არ კლავს პოლიციელს მაგრამ იწვევ ადამიანს კოქტეილის ის მოლოტოვის კოქტეილი არ კლავს არ ტვავს ცოცხლად როგორ გონია თქვენ იმიტომ საზოგადოებრივ როგორ შილიან იმ მომიტინგეებს გაბედონ მასეთი რამე და თუ რომელიმე ცოცხალი დარჩება თუ რომელიმე დარჩება მომიტინგეები ცოცხალი და თქვენ გამოდიხართ დღეს და ამართლებთ თურმე ბავშვი ვიცი მე სახლში ნუ მოსწავლე ვიცი სკოლაში არა თუ იქ იმაზე მიტინგზე და პოლიციელებს ქვევს როდა და ეგ არის ისა მშვიდობიანი მომიტინგეები მაგას ქვია მშვიდობი მაგას უძახით თქვენ მშვიდობიან მომიტინგეებს აი ეს დასაჯელია სულ ყველანი მკაცრად უნდა დაისაჯოს და ესენი კიდე წამოყვნენ რო ვიღაცა თავს თქვენ ახლა ბატონო დავით ახსენეთ სწორედ ეს ხელოვნების და კულტურის წარმომადგენელი ადამიანები ხო თითქოს და ხელოვნება და კულტურა თქვენთან არის ეხლა ჯერ ერთი მითხარით რომელი ხელოვნება და კულტურა სადაც გაქვთ კულტურა რომ დედას რო იგინებით იქ და თავზე რო ამხობთ ხალხს ყველაფერს ესაა თქვენი კულტურა ეს არის თქვენი ხელოვნება იქ რო ჯგუფურად გახართ ახალგაზრდა გუგუები და გინებით რომ ღერი ხართ ეს არის თქვენი ხელოვნება ესაა თქვენი კულტურა და მე მინდა მართლა მინდა კაცები როცეკვა ხო კაბები როცეკვა ესაა თქვენი ხელოვნება ეს არის ხელოვნება ეთი მითხარით ხუთია ხელოვნება გითხრა იმან ეს არ არის თქვენ არ ახართ ხელოვანი ხალხი და არ ახართ კულტურის მოღვაწეები თქვენ ახართ დაბრალებული და უდიპლომო და უსამშობლო კონტეინერის მსახიობები და რეჟისორები კონტეინერის და იმ კონტეინერიდანაც გამოგაგდებენ მალე და ხიზირში აღმოჩნდებით ძალიან მალე აი ეს ახარ თქვენ და მე მინდა მართლა ხელოვან ხალხს მინდა მუთხრა მიმართო აი ამ დამსახურებულ მოღვაწეებს მინდა მიმართო რომლებიც შექმნეს ხელოვნება და შექმნეს კულტურა და მე მინდა იმ პროფესორებს და აკადემიკოსებს მიმართო რომლებიც დღეს გაჩუმებულები არიან ბატონო დავით ხმას არიღებენ ხო არიღებენ ხმას არადა თქვენ ბიძინა ივანიშვილის სტიპენდიადები მზადებით ბატონო და ბიძინა ივანიშვილი დღემდე გიხდით სტიპენდიას ბიძინა ივანიშვილი მე ხო ეს ზუსტად ვიცი კაცო სირცხვილი არის გამოდით დაგმეთ მაინც კაცო დაგმეთ გამოდით რომელიმე ტელეეთერში მომბზანეთ აგერ ჩვენთან მომბზანეთ ბატონო ღია არის კარი ყოველდღიურად დააქსვამთ და ის ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები დაგმეთ აკადემიკოსებო სად ახართ თქვენ აკადემიკოსებო სად ახართ გეკითხებით ერთი სად მოღვაწე დამსახურებული აკადემიკოსებო სად ახართ
სირცხვილი არ არის ის კაცი, რომელი კაცი დღეს თქვენ გაარჩენთ, გაიგე? მოწონთ ალბათ ეს სიტუაცია ვერ გავიგე. ის კაცმა, იმ კაცმა ხო თქვენ მე ხო ვიცი ზუსტად რომ დღემდე გიხდით ის კაცი ფულს, გაიგე, მაგრამ ფულზე ხო არ არის საქმე, კაცო. ოკეი, მასე ქვეყნის ყოფნა არ ყოფნაზე არის საკითხი და როდის გავარდება თოფი, არავინ მარიცის, გაიგე და დაბრუნდებით 90-იან წლებში მერე. ეს არავინ მარიცის. ეგარ უბედურება არ დაბრუნდებით. როგორც კი რამე იქნება, დამერწმუნე თამაში რუსი ეგრევე შემოვა. არავის საქართველოს რუსი არ დაუთმობს. არც ევროპელებს, არც ამერიკელებს. არ დაუთმობს და აღარ იარსებებს ქართველიერი. აი ეს გამოფხიზდით. ამას გეუბნებით. ამათ უნდათ რუსი შემოიყვანონ. იმიტომ ღებულობს ეს ხოშტარია ფულებს. რუსი უნდა რომ შემოიყვანონ და დაგვასვან თავზე ისევ. და იმ ევროპელებმათაც ერთი ნახეთ ისინი ვინ არიან, მისი აგენტები არიან, რისი აგენტები არიან. ისინი ძიმად მხარეს არიან, რო იცოდეთ თქვენ. ნახეთ მე ახლა ესენი რომ მოახდეთ თავისთავად კულტურული ესე იგი სფეროს მოღვაწეები, რეჟისორები და რისი რეჟისორი ხარ შენ და რა რეჟისორი ხარ შენ ხარ ავამტყოფი შიზოფრენიკი აქედან გამეკეცი სტუდიის და დეპატებში ადამიჯექი კაიგე აქედან გამეკეცი ერთი კადრები ძალიან გთხოვთ ვაჩვენოთ რა კატეგორიის რეჟისორები არიან დღეს აი აქ მიტინგზე და რა ადამიანები არიან ესენი და რა ეს რისი მოღვაწეები არიან გთხოვთ აჩვენოთ კადრები ჩვენ მოსახლეობას არა რეალურად ჩვენ ვარ სწორედ აი ევროპული ქრისტიანული ღირებულები გადაგებელი ჩვენ ვართ დამამთავრებინეთ ძალიან გთხოვ დამამთავრებინეთ ნუ მაიძულებთ რომ აუწიო ხმას რომ გადავაჭარბოთ მე ხმას კეთილი კი ბატონო ხვალ აი ეს სამი მოთხოვნა კონკრეტულად არ იქნა დაკმაყოფილებული რადგან ქალბატონ თიკოს მისი პატრონების თუ მართველებისგან აქ სხვა შეფასებითი ნორმები და კრიტერიუმები აქედან გამომდინარე სანამ ჩვენი სამი მოთხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებული ჩვენი მოთხოვნები იქნება კიდევ უფრო მკაცრი ველოდებით ხვალინდელ დღეს კი ბატონო კეთილი გამემშვიდობით კეთილი ისა შარფი დაგჭათ უკაცრავად აი შარფი დაგჭათ კი ბატონო აი ახლა ნახეთ ბატონებო აი ეს ადამიანი ახლა აი ეს რომელიც ახლა თქვენ ამ წუთში ნახეთ და იხილეთ ხო ამ ადამიანს ან რა ეთყობა კულტურის მოღვაწეს ამ ადამიანს რა ეთყობა სამშობლოს სიყვარულის ამ ადამიანს რა ეთყობა ან მორწმუნე ან ეკლესიის მოყვარულის ან ოჯახის სიყვარულის ეს ადამიანი არის ფსიქიურად დავადებული ავამტყოფი თვითმარქვია რეჟისორი, გაიგეთ, რაშია საქმე. ამიტომ ასეთი ადამიანების იზოლაცია უნდა მოხდეს და ფსიქიატრში უნდა იყოს გადაყვანილი, მაგრამ სამწუხაროდ ის კომპლექსური ფსიქიატრული საავადმყოფო სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც ჰქონდა საქართველოს უნიკალური იყო ის ასათიანზე ეს გააუქმა სააკაშვილმა და სააკაშვილმა იმიტომ გააუქმა, რომ ის ვერ იტანდა იმას ასათიანს ბავშვობაში მე კურნალობას გადიოდა, ხო? ამიტომ ახლა ბიძინა ივანიშვილის მე ვთხოვ პატარა ხან გადაუკეთეს სტიპენდიები იმას აკადემიკოსებს და კულტურის მოღვაწეებს, რომლებიც ახლა ჩაჩუმებულებიან და გადუმებულებიან ახლა არიღებენ და ეს თანხები გადაამისამართე კომპლექსური ფსიქიატრული ცენტრის აშენებისათვის აგრე საგარეჟოში. სადაც იყო იქ მე მახსოვს თავის დროზე კომუნისტების დროს ხო აი ლოთების გამოსასწორებელი ის იყო რაღაც სამკურნალო ცენტრი იყო და აი ეს გააკეთე და დავისვენებთ რა ამ ადამიანებს უყოლას აგერ ამ რეჟისორებს და ამ მსახიობებს ეს კონტეინერის მსახიობებს და ამ მომას ბუტკის მომღერლებს და რა ვიცი კიდო რა ვინ არ ყრია იქ ამათ მოუყრეთ იქ თავს და უტარონ ერთმანეთს კონცერტები და ერთმანეთს იქ ხან ის მოიწვიონ რაღაცა ქვია ხრუშოვი, ხან ბრეჟნევი მოიწვიონ, ხან ნაპოლეონი მოიწვიონ და იძახონ რომ მე იქ სანამ ეს იქ დაუსვათ და იძახოს ის მუდმივი პრეზიდენტი ეყოლებათ იქ და იყვენ და მათ წარმოდგენაში ის მათი სახელმწიფო იქნება და მათ წარმოდგენაში იქნება ქვეყნის მართვა იქ, ხო? კი ბატონო. ეს უნდა გააკეთოს აუცილებელია, მაგის გაკეთება აუცილებელია. ამიტომ ძვირფასო მეგობრებო თქვენ გეუნებით სულ გამოდით და დაგმეთ ყველა იმ რეჟისორებს და ყველა იმ ნამდვილ რეჟისორებზე მაქვს მე საუბარი და ნამდვილ მსახიობებზე მაქვს საუბარი და ნამდვილ კულტურის მოღვაწეებზე მაქვს საუბარი კიდევ ვიმეორებ რომელმაც შექმნეს ქართული ხელოვნება და რომელმაც შექმნეს ქართული ეპოქა და რომელმა მომღერლებმაც მაშინ ჩაკრულო კოსმოსში იმღერეს კაცო ჩაკრულო კოსმოსში წარმოიდგინეთ თქვენ რამხელა სოფლიო დღეს აბა დღესაც ეს არის ეს პოპულარული არის და დღესაც ეს არის რომ მეტყვი სოფლიო მნიშვნელობის შედევრი არის ხო მისფერი ასეთი არავის არ გაუკეთებია არც ეს ქვეყანას და ვერც ეს ქვეყანა ვერ გააკეთა. აი ესეთი კულტურა გვინდა ჩვენ და ესეთი ხელოვნება გვინდა ჩვენ და ესეთი რომ მოღვაწეები გვინდა ჩვენ და უნდა თქვათ თქვენი სიტყვაც ვიფასო ნამდვილო
კულტურის ინტელიგენცია გამობძაი მოღვაწეებო, და კეთილი ნამდვილო ინტელიგენციაო, ნამდვილო აკადემიკოსებო, პროფესორებო, თქვენზე ბევრი რამ არის დამოკიდებული და თქვენი სიტყვა და თქვენი გამოსვლა ტელევიზიით ის კი არა რომ რაღაცნაირად ლანძღოთ აგინოთ, არა, გამოდით და იმ ბავშვებს იქ ის საცოდავი ბავშვები, რომლებიც არიან იქ და რომლებსაც ჭირდება დღეს პატრონი ჭირდება, მათთან მუშაობა, მათთან საჭირო, ხო? თქვენი ვალდებულები ხართ დღეს რომ ამ ბავშვებთან იმუშაოთ და ინდივიდუალურად იმოქმედოთ რომ როგორმე ეს ბავშვები ამ ურჩხულებს გამოვტყაცოთ ხელიდან, გადავარჩინოთ, გადასარჩენიარეთ დღეს ჩვენი ეს შვილები და შვილიშვილები. იცოდეთ, დამეჯერეთ, თუ ჩვენ ეს პროცესები მიუშვით, ხო, ეს მიიღებს უფრო მასშტაბურ ხასიათს. და ყველა ოჯახში აღმოჩნდება ეს პრობლემა, რა პრობლემების დღეს ახლა ამ ბავშვების ოჯახებში არის და სანამ დრო არის ვიმოქმედოთ და დროზე გადავარჩინოთ ჩვენი შვილები, ჩვენი მომავალი, ჩვენი საქართველო. იცოდეთ, ამათი არის ჩვენი ქვეყანა დამოკიდებული და ესენი არიან მომავალი ამ ქვეყნის, ხო? და არა ის რომ ზოგიერთი კულტურის მოღვაწე, ეგრეთ სუხიშვილების ისა რომ არის, კაცო, როგორ რა ნამუსით დაგმოდა, რა ნამუსით ესე იგი ამოუვიდა პირიდან ეს სიტყვები და დაუპირისპირდა ქართულ ოცნებას და ხელისუფლებას, როცა სახელმწიფო არაკლებს არაფერს აბსოლუტურად. გასტროლები მაგათ არაკლიათ, გაიგეთ და არაფერი მაგათ არაკლიათ, ხელფასები მაგათ არაკლიათ და პოპულარობა მაგათ არაკლიათ, გაიგე მათი წინაპარი, ხო? აბა მათი წინაპარმა შექმნა ეპოქა, ხო? და მე ამათმა რაღაცების შეცვალეს და ამახინჯეს, ხო? იმ ადამიანებს ნუ ამოატრიალებთ საფლავებში, გაიგეთ? ნუ ამოატრიალებთ იმ თქვენ ბებიას და ბაბუას. ნუ ამოატრიალებთ საფლავში, გაიგე? იმიტომ რომ მათმა უდიდესი შედევრი დატოვეს ამ ქვეყანაში, გაიგე? და თქვენ რას აკეთებთ კიდო? თქვენ რას აკეთებთ? რას? არა გცხვენიათ, რას აკეთებთ, კაცო? ეს როგორ შეიძლება გააკეთოთ სახელმწიფო მოღვაწე ადამიანებმა და როგორ შეიძლება ტყუილი ისაუბროთ? ეს ტყუილი ხო არის, ხო ყველამ კარგად ვიცით, კაცო? რომ იქ არავინ არ ჩაგრავს და არავინ არ მოუკლავს. პირიქით არის ეს ყველაფერი აქეთ, ხო? და ასეთი სახელმწიფო მოღვაწეები უნდა იყვნენ თუ არა და ასეთი კულტურის ისა რომ იყვი თანამშრომლები რაღაცა გარკვეულად თუ სახელმწიფო რაღაც გარკვეული ნაბიჯები ხო უნდა გადადგას ამათან მიმართებაში, კაცო, რომ ამან მასშტაბური ხასიათი არ უნდა მიიღოს. აუცილებლად უნდა გადიდგას ნაბიჯები და მე დარწმუნებული ვარ ახალი პარლამენტი მაგას მალე მოუვლის მაგ საქმესაც. როგორც პრეზიდენტს მოევლება 29-ში სულ მალე ერთ თვეში, ორ თვეში გამოჩნდება ის კულტურული რო იბრალებენ მოღვაწეები ვარ კულტურის აი მათაც გაეცემათ პასუხი და სწორი პასუხი გაეცემათ პარლამენტიდან მიამაში დარწმუნებული ვარ მიიღება ისეთი კანონები რომ მომღერალმა თავის საქმე უნდა აკეთოს და პოლიტიკოსმა თავის საქმე ყველას დაკრულზე არ უნდა ცეკვავდეს ჩვენი პარლამენტი თავის საქმეს მიხედავს ამაში დარწმუნებულია პრეზიდენტი გვეყოლება კიდე ისეთი ვაჟკაცი თავის სიტყვას არასოდეს რუარ გატეხავს ამაშიც დარწმუნებული ვარ ბიჭო ეხლა მე რა ვერ დაუძახო იმას რა ქვია კულტურის მოღვაწე და ან მომღერალი ვერ დაუძახო იმ ლექსენს გაიგე ვინა რაზე რაზღერეს ხო ნუ ახლა კარგი როგორ და რა იდეოლოგიის მატარებელი ადამიანი არის და მე ეხლა გამოდის ეს უშუკიშვილი რო არის ეს ახმეტელი მომღერალი რო არის თურმე მაგას სასტუმროები ქონდა და მაგის სასტუმროები გაჩერებულა, გაიგე და აღარ მუშაობს, გაიგე. ბიჭო, ვისი ბრალია, მე რო გაჩერდა ეს გეკითხები. ვისი ბრალია რო გაჩერდა? არ მინდა რუსი ტურისტიო რო იძახი და შენ სასტუმრო რუსი ტურისტებით რო იყო ამოჭედილი და შენ სასტუმროში მიშაროს საზღვარზე ხდებოდა რუსები. შენ სასტუმროში რო ბრონებს ამოგიღრე, ახლა ბრონებს ამდენი ბრონი მოდიოდა რუსეთიდან შენ სასტუმროში, გაიგე. და ეხლა თქვენ თვითონ გააკეთეთ, ესა თქვენ თვითონ იმოქმედეთ თქვენ წინააღმდეგ, ისევე და ამიტომ აღარ მოდის ბიზნესია შენთან ის რუსი ტურისტი, გაიგე? იმ რუსი ტურისტით სუნთქავდი შენ და იმ რუსი ტურისტით იყო რომ ფულები ქონდა, ჯიბეში რომ გასივებული ხარ, გაიგე და მომღერალად რომ მიგაჩნია შენ თავი, გაიგე და არანაირი შენ შემოქმედება არ გაგაკეთა, არანაირი სიმღერაში გიმღერია ესეთი რომელიც სიმღერაც მართლა ქართულ ეროვნულ ტრადიციებზე იქნება მორგებული და არანაირი შენ ისეთი არ შეგიქმნია ამ ქვეყნისთვის რომელიც ქვეყანასაც ეს წაადგება ისტორიულად ხო არაფერი გაიგეთებია და ხარ ვიღაცა აგერ იმისი რაღაცა ქვია კიდევ იმერი კონტეინერის მომღერალი ხო არა რა უქნა მიშამ ასეთი სულ ყველას აიმად მაგას რაჭველს იმ ამ კულტურის იმ სულ ყველას გაუგეთ ესე იგი თქვენზე კომპრომიტებია მიშას თუ არა თქვენ მასე არ მოიქცევით მაგრამ მე დარწმუნებული ვარ მაგრამ რაღაც თქვენზედაც კომპრომიტებია რაღაც კი ახლა რაჭველს რა იქნება მაგას არ გავიგე ტირი რო არ გააღოს ან დოიაშვილზე და გაშინებენ მაგით გაშინებენ და ეს ადრე იქნება თუ გვიან იქნება მაინც გამოვა ხალხამდე მაგ
და მივახალხავდე მაგ და გავიგებთ მაინც რა კომპრომატები აქვს თქვენზე მიშას იმიტომ უდგახართ გვერდში ეს რომ ვიტყვი და კომპრომატები რომელი კომპრომატებიც თავის დროზე არსებობდა ჩვენ ხო ვიცით კაცო კი ბატონო გაანადგურეს ეს არ უნდა განადგურებული დიდი შეცდომა დაუშვა ქართულმა ოცნებამ როდესაც თავის დროზე ეს თელ ევროპას უნდა დაერიგებიათ ევროპელებისთვის გაერთიანებით და ბატონო აი ეს ამას ვებრძოლები ჩვენ დღეს აი იმას ვებრძოლებით რაც ისინი აკეთებდნენ დღესაც იმ ვებრძოლებით ეს არ უნდა განადგურებული არ უნდა განადგურებული აი ეს უნდა გაეგზავნათ ეხლა ამერიკისთვის ევროპისთვის ხან არის იციან მაგრამ იმაცეთ არ მოსახლეობა უნდა იმაცეთ კომპრომატები აქვს ამათ იცოდეთ აი ლობისტები იმაცეთ კომპრომატები აქვს ჩამოიყვანდნენ აქ სასტუმროში შოუშობდნენ დავიდა მე ეგ თალი ამბები გაიგე გადაბმული სექსი ამას იღებდნენ გაიგე ავიცოლს შეყავდა ხო აბაშიძე უჩა აბაშიძე რასაკეთე ეს ნერი უჩა აბაშიძე ეგ სულ ყველა უჩა აბაშიძეა ის ხელოვნები ჩვენ კარგი თემაში არიან დღეს სულ ყველა უჩა აბაშიძეა მაგენ ალბათ კი ასე არის ალბათ არ უნდა მაგას გასვეს ასე არის ეს ფაქტი საკეზე არის აბა ეხლა რასაც უჩა აბაშიძე აკეთებდა ბიჭო გაიგე თავის ცოლთან მიმართებაში ხო ამას ხო ნორმალური კაცი არ გააკეთებს კაცო ეს ხო ამათმა იცოდა ყველაფერი ამათმა ყველაფერი იცოდნენ კაცო და ამათ იცოდნენ და ხელსაფარებდნენ რა თქმა უნდა და ასე არის ამ ცხოვრებით ცხოვრობ თქვენ გაიგე უჩა აბაშიძის იდეოლოგიით და ამ უჩა აბაშიძის ცხოვრებით ცხოვრობ თქვენ სულ ყველა მან ვინ ტრეალებთ ახლა გაიგე შაიკა გაიგე და ვინც ახლა დღეს თითქოს პოლიტპატიმარია ხვალზე გიტყვი პოლიტპატიმარია გამოუშვით პოლიტპატიმარია ეხლა წუხელი კიდო იქ მაშინ რა ქვია მაშინ შეიკრიბნენ ბასიანში კლუბ ბასიანში და გამოიყვანეს ეს აგვარი არის გრიგორიანია თუ გრიგორიევი არის თუ რაჯანდაბა არის რაჯიშის არის ჯერ ადამიანს ხო ტრაქში რო დაჭრეს მამამისი თვითონ დაჭრა მამამისი ტრაქში გაიგე ხო და ეს რა არის ვის გავს ეთი გამაგებია ადამიანს ეს არა გავს რა ხატია სახეზე რა უკეთია სად რა გაყრილი წინ უკან ცხვირში ყურში ხო და ეს არის რაღაც სახე უკვე მაგათი სახე რა იგე მაგათ უნდა მთავრობაში სალონე ზურაბიშვილს შეხვდეს სახე და ჩვენ ეხლაო ვითათფირეთო ხო და ჩვენო ახლა უნდა აქტიურ ფრაზაში უნდა გადავიდეთო მოქმედების აქტიურ ფრაზაში ეგ ბატონ ანდრისა მეტი არაფერი ერთადერთი მაგათი აქტიური ფაზა არის წეღან რა თქვი თავიდან რომ დავიწყებ სალომე ზურაბიშვილის სიკვდილი გადაარჩენს მაგათ ეხლა და დაუჭერს ხარს ეგრევე რუსი შემოვარდება აბა რა სიზამ ეგრევე რუსი შემოვარდება რუსი არ დაუთმობს არც ევროპას არც ამერიკას საქართველოს ეს იწოდეთ სულ ყველა როგორც კი რამე მოხდება აგერ ნახავ ეგრევე რუსი გაჩნდება თბილისში და ვერავინ წინ ვერ დაუდგება ვერ დაუდგა ესენი გაიქცევია სულ ყველა ბიჭო ესენი ვერ გაასწრებენ კი ვერ გაასწრებენ როგორც უკრაინა მიატოვა ყველა ეხლა უკვე მიტოვებულია აბა რა არის ისე მიგვატოვებენ კი ბატონო ისე მიგვატოვებენ და ისევ ჩემ თაობას რომელიც დამოუკიდებლობა მართლა მოვიპოვეთ და მართლა დამოუკიდე ისევ ჩვენ მოგიწევს მე იმ რუსებთან ბრძოლა ისევ ამათ უკვე მე ინფორმაცია მაქვს რომ ტელი თავის ქონებები და ეს გატანილი აქვს გაიგე გატანილი ეხნებოდა გატანილი აქვს და ვილები და ესენი აქვს და ხაზარაძეს ვიღაცამ წამოძახა ეხლა დაგავიწყდაო ის ქონება და თბილისის ბანკიდან ფულები რო ქონაო აზერბაიჯანში ეგ ეთქვი ახლა მაგ როგორ იყო კაცო 2008 წელს ო 2008 წელს აგვისტოს აი კარგი თემა შემოვიტანე თქვენ 2008 წელს მეგობრებო აგვისტოს ომის დროს ხაზარაძეს თბილისის ბანკის ცენტრალურ ოფისში დაეტვირთა 2 კამაზი ესა ფული ოქრო და ძვირფასეულობა და ეს გაიტანა ხაზარაძემ აზერბაიჯანში სადაც ეს ავტომობილები დატვირთული ავტომობილები იდგა აზერბაიჯანის საბაჟოს უფროსის მოადგილის ეზოში მანამ სანამ არ დაწყარდა აქ სიტუაცია შემდგომ როდესაც დაწყარდა სიტუაცია და როდესაც მიხეილ სააკაშვილმა ჩააბარა ეს კოდორის ხეობა და ჩააბარა ახალგორი და გაუპრავა ყველაფერი იქით რუსებს ხო ამის შემდეგ შემოვიდა ხაზარაძემ შემოიტანა ეს ფულები და რა გააკეთა ამ ფულებით ეს ფულები ადგა გაცა
კრედიტები გაცა ამპულების სახით და იმისაცვად რომ როდესაც საუბარი მოქმედებების მიმდინარეობს ქვეყანაში ამ დროს უკვე ბანკები აჩერებს ყოველგვარ საპროცენტო იმას განაკვეთებს. კაი, პირიქით ამ ხალხს გაუზარდა ეს ყველაფერი საპროცენტო განაკვეთები. პირიქით ამ შემოტანილი თანხით, რომელიც გადამალდა მე როგორ შემოიტანა, რომელიც თანხაც მართლაც უნდა მოხმარებოდა იმ გაუბედურებულ და იმ დააჭრილ ჯარისკაცებს და იმ ომში დაღუპულ ჯარისკაცების ოჯახებს და იმ ტოლვილების ნაკადს, რომელიც მოედინებოდა და ხალხი ქუჩაში იყო და იმის ქვეშ ხიდების ქვეშ ეძინათ, ხის ქვეშ ეძინათ ამ ხალხს და ეს ფულები გაცა მან კრედიტების სახით და სწორედ ამ ფულების საფუძველზე იყო დააკარგინა საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ბინები და ხო, საკარი და გაუყიდა ეს ყველაფერი გაიგე და ამ ფულების საძოვრები მიწები რა არ გააკეთა. ამ ფულების საფუძველზე იყო რომ ისა პატიმრების ოჯახებს რომელსაც ჩაადებინა ბინები ბანკში ხო, ის ბინების გაუყიდა და ეს ხალხი ყველა გააუბედურება, ზოგი ქუჩაში მოვკვდა, ზოგი გულის იმპაქტით გადაიცვალა და ზოგი თუ გახსოვთ მეგობრებო, რამოდენიმე წლის უკან ქალბატონის კარდონებში ცხოვრობდა აქ რუსთაველის ხო, კარდონების ის ქონდა გაკეთებული იმ ქალს. იქ ხალი სწორედ ხაზარაძის ბანკის მეშვეობით იყო გაუბედურებული, კაიგე და ამნაირი ძალიან ბევრი იყო კიდო მე ვიცი, პირადად ვიცი ეს ადამიანები და პირადად ვიცი მე როგორ გაუყიდა ხაზარაძემ ბინები ხალხს, ხო? და დღეს ეხლა თქვენ აი ხავთ, ხალხო მიდიხართ და ისა ხაზარაძეს ტაშუკრავთ, კაიგე და ხაზარაძეს ის მოგწონთ, რომ ეს ჩვენი ხსნელი გექნება თქვენი მაგი. ეს იქნება თქვენი გამაუბედურებელი. ეს გაგატყავებთ, კაიგე. იყო გამაუბედურებელი. გაგატყავებთ, ისე გაგატყავებთ, რომ თქვენ საკუთარ თავს ვეღარ იცნობთ, საკუთარ ოჯახს ვეღარ იცნობთ და საკუთარ ცხოვრებას დაგავიწყებინებთ. ეს არის უკვე დაგერშილი და პროფესიონალი მევახშე, როგორ უნდა გაატყავოს ხალხი მან, კაიგე და ხო, ტაღლითი. აღიარებული სასამართლოს მიერ. ხელისუფლებაში მოიყვანოთ ეს. ხელისუფლებაში. აი ეს აი ბატონო დავით, ასეთი კონტინგენტი და ასეთი კატეგორია არის დღეს, რომელსაც პრეტენზიები აქვს და რომელსაც ამბიციები აქვს, რომ ხელისუფლებაში და მოვიდნენ. ხელისუფლებამ უნდა გადადგას თუ არა ბატონო დაბოლოს. ხელისუფლებამ უნდა გადადგას თუ არა რადიკალური ნაბიჯები აუცილებელია. ამა დანდობა ბანდიტო დაჯგუფებებთან მიმართებაში. ამა დანდობა აღარ შეიძლება, იმიტომ რომ რაც მე წაპატიებ, მეც მოინდომებენ. ცოცხლად წავდნენ პოლიციელებს, კაცოს, სირცხვილი არ არის. რომელ ქვეყანაში ხდება ეს? პოლიციას შეხება შეიძლება და გამოდის და იძახი მშვიდობიანი მომიტინგეები იყო. რა იყო? გაუგზავნეთ ის კადრები, აჩვენეთ ტელეევროპას ის მოსახლეობას ტელევიზიებში არ ხალხ კაცო ხალხ ტელევიზიებმა ხო არის იქ ტელევიზიები, კერძო ტელევიზიები ხომ არის? გაუგზავნეთ ის კადრები და აჩვენეთ თქვას თვითონ მოსახლეობამ იყო მშვიდობიანი მიტინგი, მომიტინგეები იყო მშვიდობიანები. დამდგარ პოლიციელს იდგა თავისთვის მიდიან და ქვებს ესვრიან და ცეცხლს ესვრიან. ეს რომელიმე ქვეყანაში ხდება ასე. ბატონო დავით. აიმიტომ უნდა მიიღო რადიკალური ზრუნვები აუცილებლად დარწმუნებული ვარ რომ ამას ჩვენი ახალი პრეზიდენტი მართლა აუბავს ხარს და მართლა უნდა გამკაცდეს ამაზე კანონი. ძალიან. ბატონო დავით, ჩვენი დრო ამოიწურა, მე მადლობა მინდა თქვენ გითხრათ მომბრძანებისათვის. ძვირფასო ტელემაყურებლებო და მე კიდევ და კიდევ თხოვდა მიმართავ ძალოვან სტრუქტურას, მიმართავ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს, მიმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს. არ გამოვრიცხავ, რომ სალომე ზურაბიშვილი არ იყოს ლიკვიდირებული სწორედ აი ამ მოძალადეების მხრიდან. თხილად ვიყოთ, გააუფრთხილდეთ, ეხლა დღეს უნდა გააუფრთხილდეთ, ჩვენ უნდა შევფუთოთ სალომე ზურაბიშვილი, როგორ მე რომ ცივი ნიავიც კი არ უნდა მიეკაროს აი ამ გარკვეული 2-3 დღის განმავლობაში. რომ იმ დროს იმ პერიოდში როდესაც იქ დაიწყება დაძაბული სიტუაცია, კიდევ ვიმეორებ, არავინ არ მოკლას სალომე. თუ არა, ეს იქნება თქვენი უკვე ძალიან გული და ძალიან იცოდეთ, ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებით და მე უკვე ვეღარ გადაგარჩენთ, ვერაფერი. ამიტომ ეს როგორმე გადავაგოროთ და როგორმე შეუნარჩუნოთ სალომე ზურაბიშვილის სიცოცხლე გდანის ციხეში მიიყვანამდე და როდესაც იქ გდანის ციხეში მათ მიიყვანთ და იქ იქნება იზოლირებული, ხო? შემდგომ მათ უკვე ძალიან ადვილი იქნება მისი კონტროლი. ახლა როგორც ამ გიჟდა გადარეულს და შერეკის აკონტროლებთ და ფაქტიურად ფუფუნებაში ხავთ და ცივი ნიავიც კი არ ეკარება. ძვირფასო ტელემაყურებლებო, მადლობთ რომ გვიყურებთ, კარგად ვანდებოდეთ, ღმერთმა დაგლოცოთ.